აჰა, დაიწყო ლაი. Tam Bhuktvam Svargalokam Vishalam Tetam Bhuktva Svargalokam Vishalam Tetam Bhuktva Svargalokam Vishalam Shine Punye Martya Lokam Vishanti Shine Punye Martya Lokam Vishanti Shine Punye Martya Lokam Vishanti Evam Traitharmam Anuprapanam Evam Traitharmam Anuprapanam Gata agatam Kama Lapante Gata kama lapante Gata gatam kama lapante Tetam Bhuktva Svargalokam Vishalam Tetam Bhuktva Svargalokam Vishalam Shane Punye Martya Lokam Vishanti Evam Traitharmam Anuprapanam Gata gatam kama labhante Tetam Bhuktva Svargalokam Vishalam Shine Punye Martya Lokam Vishanti Evam Traitharmam Anuprapanam Gata gatam kama labhante Vin არის მაგარი? Kaimeuret. Tetam Bhuktva Svargalokam Vishalam Shine Punye Martya Lokam Vishanti Evam Traitharmam Anuprapanam Gatgatam kama labhante Tetam Bhuktva Svargalokam Vishalam Shine Punye Martya Lokam Vishanti Evam Traitharmam Anuprapanam Gatgatam kama labhante Აბა კიდევ ვინ არის სანსკრიტოლოგი? Tetam Bhuktva Svargalokam Vishalam Shine Punye Martya Lokam Vishanti Evam Traitharmam Anuprapanam Gatatam kama labhante როდესაც ისინი დატბებიან გზნობათა უზარმაზარი ზეციური სიამოვნები და მათი ღვთაებრივი საქმიანობის შედეგები ამოიწურება, კვლავ ამ მოკვდავ პლანეტას უბრუნდებიან. ამდენად ისინი, ვინც გზნობათა სიამოვნებას ელტვიან,
იცავენ რა სამი ვედის პრინციპებს, ხოლო გამეორება დაბადებასა და სიკვდილს აღწევენ. განმარტება. ვინც მაღალი პლანეტარულ სისტემებზე ადის, უფრო ხანგრძლივი სიცოცხლისა და გრძნობათა დაკმაყოფილების უკეთესი შესაძლებლობებით კბება. მიუხედავად ამისა, იქ სამუდამო დარჩენის უფლება არ აქვს. ღვთაებრივი საქმიანობის ნაყოფების დასრულების შემდეგ, იგი კვლავ დედამიწაზე იგზავნება. ვინც ცოდნაში სრულ ქმნას ვერ აღწევს, რომელზედაც ვედანტა სუტრაშია მითითებული, ჯანმადია სიაიათახ, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვერ ხვდება კრიშნას, ყოველ მიზეზთან მიზეზს, ვერ მიდის სიცოცხლის საბოლოო მიზნამდე და ერთი და იგივე გზას მრავალჯერ გადის. ადის მაღალ პლანეტებზე და კვლავ დაბლა ეშვება. თითქოს ეშმაკის ბორბალზე იჯდეს, რომელიც ხან მაღლა ადის და ხან დაბლა ჩამოდის. ეს იმას ნიშნავს, რომ სულიერ სამყარომდე ამაღლების ნაცვლად, სადაც ჩამოვარდა გამორიცხულია, ცოცხალი არსება მაღლიდან დაბალ პლანეტარულ სისტემებზე დაბადება სიკვდილის ციკლში ტრიალებს. ჯობს სულიერ სამყაროში გამგზავრება, რათა ნეტარებითა და ცოდნით ახსავსე მარადიულ სიცოცხლით დავტკბეთ და რასოდეს დავბრუნდეთ ამ გაჭირებით ახსავსე მატერიალურ ყოფიერებას. ვინ არის სანახა? ჯობია. ეს ხო გადავწყვეტავთ ახლა გასაფრთხო. ამბობენ ჯობია და არის. ყველა არ არის დარწმუნებული ამაში და ზოგს ეს მიეჩნია ძალიან საკამათო თემად. იმიტომ ვთქვი ამბობენ. ხო. Srila Prabhupada ki Tetam bhuktva svarga loka vishalam Shine punya martya lokam vishantim Evam traya dharma manutrapanam Gata gatam kama kama vakantim Om Magyana Timirandasya Gyanam Jana Shalakaya Chakshur Militamena Daksakshayati Doravinaha Jai Shri Krishna Chaitanya Namo Vishnu Padaya Krishna Prestaya Putale Srimati Bhaktivedanta Swami Niti Namine Namaste Saraswati Deve Gauravani Pracharine Nirvishesha Shunyavadi Vashatya Deshatarine Jai Shri Krishna Chaitanya Prabhu Nityananda Shri Advaita Gadadhara Srivasadi Gaura Bhaktavinda Hare Krishna 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 Hare 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 Rama 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 Hare Hare Om Sakhana Bhavatu Sakhana Punaktu Sakhaviryam Garva Vahaye Yajasvina Madidamastu Mavitri Shavahaye Om Shanti 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 Om მე დავიბადე უმეცრების ხუდეებში, მაგრამ ჩემმა სულიერ მამოძღვარმა ცოდნის კალპებით გადამასწილა თვალზე გადაკრული ლიბრი. სწორედ ამიტომ უდიდესი მოგზაურობით კაცვიხნი მის წინაშე. ესე არის ნათქვამი პირველ რიცხვში. Omagiyana Timirandasya Gyanam Jana Shalakaya Chakshurun Militamena Tasmai Shri Gaurave Namaha. Ki ვამბობთ მაგრამ რამდენად დამემორჩილეთ სულიერ მოზღვარის მცდელობებს, რომ თვალზე გიბრი გადაეცალა ჩვენთვის კიდე საკითხავია, ძალიან საკითხავია. იცი როგორც პატარა ბავშვი კითხავდა იქონდა. ბილით კი უნდა ჩაუდოს სამალი გავნა, კითხავს ასვას დიდებისთვის არის დიდად სახალხო
თბილისაკინთან, მაგრამ არ მინდა და ჩვენი სულელმოყოლი მაგრამ ხიკავს ამ შეცვალებზე გადაკრული და არ მინდა მაგრამ ერთგულებთან ურთიერთობით რაც ფილატელიასთან შესწავლით რაღაც კაფეულ წყალობას შევიძლია მივახციოთ. კარგი, კეთილი. პირველად ვინ არის? პირველ გზამდე. როგორ მოხდით ამ გაუგებრობაში? ჯერ არ ვიცი. როგორ გავლით იყავით თუ? დაგაწუნოთ ვინმე? ერთად, აგეგა, ჩაგიწევ სექტაში, კი? თქვენ? ვისი? ლაქსმი ნარაიან დას, კი, ნამდვილად. დემოკრატიკი. სულაპარაკი. დოქტორ ლაქსმი ნარაიან დას სამი დასული გულიყო. ორი სიტყვით გეტყვით, რომ 5000 წლის უკან საიმპო დინასტიაში განხეთქილების გამო საიმპერატორო დინასტიაში მაშინ სამსოფლიოს ერთი დინასტია მართავდა და დაქვემდებარებული მეფეები იყვნენ. ამ დინასტიაში დაქვემდებარების გამო გაიხლიჩა და ბიძაშვილები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. საბოლოო ჯამში ბევრი მცდელობების მერე აღმოჩნდა, რომ ომი გარდაუვალი იყო. ბევრი მცდელობები აწარმოეს ყველამ, როგორც ახლა ტრამპი იძახეს, რომ ბევრი მცდელობებს ეწევია, რომ უკრაინაში ომი დამთავრდესო. საბოლოო ჯამში ომი გარდაუვალი აღმოჩნდა და უზარმაზარ მინდორზე კურუქშეტრას ველზე მხარეები განლაგდნენ საბრძოლველად. პანდავების მხარეს ის ვინც ამ ბრძოლაში დაპირისპირებაში კეთილშობილებითა და სიმართლით გამოირჩეოდნენ, მათ მხარეს იყო 5 ძმა პანდავები და ერთ-ერთი მათ შორის არჯუნა, უზენაესი ღმერთის კრიშნას მეგობარი. კრიშნა თვით უზენაესი ღმერთი ამის დედამიწაზე იყო ჩამოსული და არჯუნას ეჭვები დაეუფლა ბრძოლის დაწყების წინ. შეხედა ახალი ბიძაშვილები, ნათესავები, ბაბუა, სულიერ მომზღვარი, მოპირისპირე მხარეს უნდა გაანადგუროს და მოკლას. უკან მოიხედა და აქაც ნათესავები და ბიძაშვილები და ერთი სისხლის ადამიანები და საოცარი დეპრესია დაეუფლა, რომ თუ იბრძოლებდა, მოუწევდა ოჯახის წევრების დახოცვა. და ცხადია, სამოთხეში ვერ მოხდებოდა ვერანაირად. არადა ადამიანების მიზანი, მაშინდელი მეომრების მიზანი სწორედ ეს იყო, რომ სახელი უნდა მოეხვეჭა და სამოთხეში უნდა მოხვედრილიყო. არ იბრძოლებდა და საკუთარ მოვალეობას უარ ყოფდა, მებრძოლის მოვალეობას და ბრძოლის ვერიდან თუ გაიქცეოდა, სირცხვილით შეივალებოდა მისი სახელი და ასევე ვერ მოხდებოდა სამოთხეში. ანუ იბრძოლებდა ვერ მოხდებოდა, არ იბრძოლებდა ვერ მოხდებოდა. და სწორედ ამ საშინელი გაუგებრობის თავიდან ასოცირებლად მან მიმართა კრიშნას, რათა მიეღო დარიგება, როგორ უნდა მოქცეულიყო და კრიშნამ საკმაოდ 41 საათის განმავლობაში მისი მსოფლმხედველობა შეცვალა, მისი მდგომარეობა გამოასწორა და არჯუნას აუხსნა, რომ ეს ბრძოლა მაინც გარდაუვალი იყო. ეს ბრძოლა იყო მისი სურვილი, უზენაესი ღმერთის კრიშნას სურვილი და ვერავინ ამას ვერ შეცვლიდა. არჯუნას უბრალოდ ჰქონდა იმის საშუალება, რომ უბრალოდ იარაღი ინსტრუმენტი ყოფილიყო მის ხელში. მაგრამ სანამდე ამას აუხსნიდა და სანამდე ეს ჯუნამდე მივიდოდა, მანამდე ძალიან ბევრი ამის ახსნა მოუწია. ისევე როგორც ბავშვი პირველ კლასიდან სანამ სკოლას დაამთავრებს და სანამ უმაღლესი მათემატიკის რაღაც საფუძვლებში ეხება, მანამდე უამრავ რაღაცას გადის, რომ ნელ-ნელა მის ცნობიერება გაფართოვდეს და შემდეგ უკვე მიიღოს ის, რაც უკვე საბოლოოდ უნდა მისი სწავლის გვინია.
კონკრეტულად ამ ლექსში არის მოყოლილი იმ ადამიანებზე, რომლებიც წმინდა წერილებს მიყვებიან. იმ ადამიანებზე, რომლებიც წმინდა წერილებს მიყვებიან. აქ არა ლაბორატორია ხმორეთ მოქმედებზე, კურსებზე და დარჩენებზე და ყაჩაღებზე და მათყვა. არა. აქ ლაბორატორია ჩვეულებრივ ადამიანებზე, რომლებიც წესრიგად იქცევიან ეკლესიაში დადიან, ოცულობენ, არხვას იცავენ, ხსარებას აბარებენ, ზიარებას ღებულობენ და ყველა სხვა კონფესიებში რაღაც გავსად და ჯერათ ღმერთის, ჯერათ აბსოლუტური ჭეშმარიტების, ჯერათ სიკეთის. მაგრამ ისინი ვერ ახერხებენ ამ დაბადებას სიკვდილის წრიდან თავდახსნას. იბადებიან, ხელს ცხოვრებას გაატარებენ, ბოლოს ბერდებიან, ბერდებით, ავატყდებით, აუზრუნდებით, ბოლოს კვდებით და სიკვდილის მომენტში, რაც აგვაქვს ჩვენ სურვილების მთელი კომპლექსი, ჩვენი აუცილებელი ოცნებები, ჩვენი მიუღწეველი მიზნები, რასაც ჩვენ ვესწრაფობთ ცხოვრების განმავლობაში, რაც დაგვჭა შესაძლებელი, ის მოსვენებას არ უაძლევს. და სიცოცხლის ბოლო წუთებში ჩვენი ჭკუა ამ ფიქრებით არის შეპყრობილი. და რა ფიქრებითაც არის შეპყრობილი ჭკუა სიკვდილის მომენტში. იმ ფიქრებით, იმ განწყობით ტოვებს ნატიფი სხეული ამ უხეშ სხეულს, რომელიც დევს ძალაში ფეხებით აღმოსავლეთისკენ, საერთოდ აღმოსავლეთს უყურებდეს, ესე წასულია საქმე, ახლა თვითონ აღმოსავლეთს უყურებს. აფერა გამოვა ის. ხოდა ადამიანი, სხეულის დაბადებული ადამიანი ცხოვრობს ამ უხეშ სხეულში, რომელიც მატერიალური ელემენტებით არის შექმნილი, უხეში მატერიალური ელემენტები, მიწა, წყალი, ცეცხლი, ჰაერი, სივრცე. გარდა ამისა, არსებობს ნატიფი სხეული, ასტრალური სხეული ეს ეძახიან. ეს ნატიფი სხეული შედგება ჭკუა, გონება და ego. სინამდვილეში სხეული ეს არის. ჭკუა, გონება და ego. ხო, დანარჩენი ეს დროების სკაფანდრია. ეს სკაფანდრება ნატიფი სკაფანდრი. ხოდა, როდესაც იმ მომენტში, როცა ეს ნატიფი სხეული ამოიგლიჯოს უხეშ სხეულიდან და დაპყრობს და მოკვდეს სიკვდილი, ამას ნიშნავს, რომ ეს უხეშ სხეული დარჩებოდა ეს ნატიფი სხეული სულთან ერთად, ჩვენთან ერთად. უკვე აღმოჩნდება უხეშ სხეულის გარეშე. ეს მდგომარეობა შოკური მდგომარეობაა ის. ძალიან სერიოზულ შოკს განიცდის ამ დროს ადამიანი. პირველი საშინელი შოკი ეს არის საშინელი ტკივილი, როცა ადამიანი უკვე უკანასკნელი ამოსუნთქვა უნდა გააკეთოს. უკანასკნელი ამოსუნთქვა უკვე ასფიქსია ეწყება, დახრჩობა და ეს ბოლო ამოსუნთქვა და საიდან გაძვრება სული ადამიანს, არავინ იცის, ადამიანს კი არ ამსხეულს, იმიტომ რომ ამსხეულს 9 კარები აქვს. 2 თვალი, 2 ნესტო, 1 პირი, 2 ყური, ხო? ანუსი და გენიტალიები. ნებისმიერ ნახვედან შეიძლება ამას რომელსაც დატოვოს ხელი. ნებისმიერ იმის და მიხედავ როგორ განწყობა აქვს. ამდენად სუფთა, ამდენად მძიმეა, ამდენად მინძურია. არის შემთხვევები, როდესაც სიკვდილის მომენტში უსაშინელესი მყარალის უნდრება ოთახში ერთი პიროვანი ვერ ამოვიდა. რაღაც იმ ადგილიდან არტოვებს, რაც საჭირო როგორც ჩანს. სხეულს. ეს პირველი შოკი, ეს საშინელი ტკივილი, როდესაც ეს უნდა ამოიგლიჯება, რაღაც უნდა ამოიგლიჯა სხეულიდან. მეორე შოკი არის, როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ ჩვენი სხეული დევს, უმოძრაობთ. მკვდარი. და ჩვენ საშინელ
იმედგაცრუებას განვიცდით, იმიტომ რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში მიგვაჩნდა, რომ ეს ჩვენ ვართ. რომ ჩვენ ვართ ეს სხეული. ეს სახელი, გვარი, გარეგნობა, წარმოშობა, პირადი ნომერი, დედა, მთელი ეს ყველაფერი ჩვენ ვართ. და უცებ აღმოჩნდა, რომ ჩვენ არ ყოფილვართ, მთელი ცხოვრება გავიტარებია დიდ ტყვიში. საჩინო ტყვიში, რომ ჩვენ არ ყოფილვართ ამის და ვიტყვით ჩვენ ვართ. შემდეგი მესამე შოკი იწყება მაშინ, როდესაც ჩვენ ამ უსხეულოდ დარჩენილი ჩვენ ვცდილობთ გავაგრძელოთ არსებობა და ხვდებით რომ ვარსებობთ და ჩვენ გვინდა ჩვენი არსებობა გავაგრძელოთ. მაშინ მდგომარეობა ჩვენი არსებობა როგორ ფიქრობთ? ჩვენი არსებობა რა მდგომარეობს, რაში გამოიხატება? Gönderülü İslam'da şahsmadır. Düzgün. Kmedebit. Ხო, აი რისიკული საცის მოქმედებთ რომ. მე პირადად თუ საერთოდ. შეიძლება ყველა ჩვენ არ ვამბობთ ეს. კმედებისთვის ალბათ თავის გამოხატვისთვის და უკვე აღარ ჩანს, როცა უკვე სული გამოხატვა. ხო, აი ეს გამოხატვა რა, ანუ რაღაცა გვინდა და რაც გვინდა იმის შესაძლებლად მოქმედებთ, არა? ანუ ჩვენი სურვილების აღსასრულებლად მოქმედებთ. ესე არ არის? რაღაცა გვინდა სულ, რაღაცა სურვილებს ვიცნობთ, რაღაცას ვეგულოთ, რაღაც ვერ ვეგულოთ, მე ვაგრძელებთ, მე კიდე ახალი და ესე შემდეგ. ანუ ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ ეს, რადგანაც ჩვენ უამრავი შეუსრულებელი სურვილი დაგვრჩა. იმ მომენტში, როდესაც ეს საზღვარი სიკვდილი გვეწვია და დავაშოვა სხეულისაგან, ჩვენ დავჭრა უამრავი რამე გაუკეთებელი. უამრავი რამე. იქ შვილებს მიხედვა ჭირდება, შვილებს მიხედვა ჭირდება. შეიძლება საფერი არ ჭირდება, მაგრამ ჩვენ ესე გონია. და საერთოდ პრინციპში ალბათ არ ჭირდება და იმას ვფიქრობთ, ახლა მათი დაგვანებოს ოღონდ რა. არა, არა სამარეკო, შვილებს მიხედვა იქ სამსახურში რა მოხდება რა ის, თუ კიდე გაქვს სამსახური. იქ რა ხდება, ვაიმე დედამიწის რეშველება, ვაიმე იქ პუტინერაციის ამს, იქ რა მოხდება ის ეს შემისავლე, ახალი საფშენება დავიწყო, ვაიმე იმას მინდა ამთავრებს. დასამთავრებელია, ყველაფერი გასაკეთებელი და ყველაფერი. უამრავი რაღაცები გასაკეთებელი დარჩა. და ცდილობ რომ დავიწყოთ ამის დასრულება, გაკეთება. არ გამოდის. იმიტომ არ გამოდის, რომ ინსტრუმენტი არ აქვს. ის ექსკავატორი, რომელშიც ვიჯექიდა, რომელსაც რაღაცას ვაკეთებდი. ის ამოსული ვარ და ანუ გზნობები კი გვაქვს, ყველაფერი გვესმის. ყველაფერს ხედავთ, რაც ხდება. მაგრამ ვერ ნახებით მატერიას. უხეშ მატერიას ვერ ვაკეთებთ, ვერაფერს. ვერც შვილებს ვეძებთ, ვერც შვილიშვილებს და ვერც სახლის დამთავრებას ახერხებთ. აუშენებელი უნდა დავჭა. იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს მოქმედების უნარები დარჩა სხეულში. დარჩა სხეულში ეს მოქმედების უნარები და ამიტომ გვჭირდება ახალი სხეული. ახალი ტრანსპორტი, ახალი სკაფანდრი გვჭირდება, რომლითაც ჩვენ დავაკეთებთ ყველაფერს, რაც გაუგეთებელი დარჩა. კარგ ხნის განმავლობაში ველოდებით იმ სხეულს, რომელიც ამ საქმისთვის გამოდგება. If you want to listen to the lecture, you can sit here to our translate. ვისაც ლექციის მოსმენა უნდა მოისმინოს, ვისაც არ სურს, ეზოში გავისეირნოს შეტელი ამედია. Sri Nidai Gautam Chandra ki. Alexis mere çevre movides. Sabah aret koytu veret. Visats leksis mosmenis mizunit ar არის მოსული. არ არის საჭირო ძალით იბრძდეს. ეს მხარე თუ ლექციის მოსმენა კიდე შეიძლება და თუ დარშანი კიდე შეიძლება ეკნახარ. კი ბატონო. მოკლედ არ გახანს ველოდებით სანამ გამოჩნდება ამ სამყაროში შესაბამისი
სხეულის შანსი, შესაბამისი ოჯახი, შესაბამისი წყვილი, რომელთანაც ჩვენ დავიბადებით და ამ სხეულს ავაწყობთ, რომელიც ჩვენ გვჭირდება აი ამ შეუსრულებელი მიზნების შესასრულებლად. კარგი, მოკლედ ვთქვა, დავიბადებით, ისევ გავიზნებით, ისევ დავიწყეთ მოქმედებას, ისევ დავბერდებით, ისევ დაჩაჩანაგდებით, ისევ უამრავი სურვილი და ოცნება გვჭირდება ოქტენელი, ისევ მოვკვდებით და ისევ დავიწყებთ თავიდან ყველაფერი ამაში. და ეს არ მთავრდება. არ მთავრდება არასოდეს, ისე როგორც სიმი დარბის იმაში, გოლში, რა ქვია, რუალი იმაში რომ დარბის გორბაში, სიმი ესე დავდებათ, ვიბადებით. ადამიანებს, რომელთა გონება არც თუ ისე ხლად საღი აქვთ, მათ უნდათ იციან რომ ვერასწრები ამ სიკვდილს და ცდილობენ ისე იცოცხლონ, რომ კარგი სიკვდილი მოგდნენ. ესეთ რამეს არსებობს, კარგი სიკვდილით მოგდები. და კარგი სიკვდილით მოგდნენ, ანუ სიკვდილის მომენტში მათ ჰქონდათ ისეთი მდგომარეობა, ისეთი კარმა, განწყობა, ცნობიერების, რომ მათ წინ ელოდეთ ელით აუწერელი სიამოვნებები და ნეტარება. ესეთი პიროვნებები იბადებიან ზეციურ პლანეტებზე, სამოთხის პლანეტებზე. ისინი ამ სამოთხის პლანეტებზე განიცდიან ელით აუწერელ სიამოვნებას. ყველასგან გამიშანს. თუ ჩვენ ვიცხოვრებთ ისე რომ ვიყვებით წმინდა წერილთა განაწესებს, თუ ჩვენ ვიყვებით წესებს, არ ჩავიდეთ ცოდვებს, ცოტა ცოდვებს კიდე შეიძლება რაღაცა, მაგრამ იმას შეიძლება ერთი ორი წელი ჯოჯოხეთში მოხდეთ იმას უცებ. გავიწმინდოთ ის ცოდვებს და მერე წავალთ იქ ზეციურ პლანეტებზე. არა, ეხლა ცოდვები ჩადებას რომ დაიწყოს ადამიანი, მერე ზომა არ იცის რა და ამიტომ ჯობია მაგას არ და მაგის იმედი არ ხონდა. ხო და მოკლედ ამ ზეციურ პლანეტებზე წარმოუდგენელი ნეტარებას უწევს. შამპანური მდინარეები მოდის. ეკოლოგიურად სუფთა ჰაერი, მდინარეები, ხილი, ელით აუწერელი რაღაც გევრიელობები. ულამაზესი ქალები დადიან. ავოკაცებისთვის და ქალებს. და ამ ქალებს ერთი საერთოდ რომ ცხოვრებაში ერთხელ უსულდებიან. და ისიც სიკვდილისი. ესე წარმოიდგინე რომ ამდენ თუ დაგელა შეიძლება იყოს ადამიანები ამ ალიმენტების შიშია გაწაროს რა. ესე მაგრამ ეს თავდება. ისევე როგორც წვეთოვანიდან მოდის ის დაგროვილი კეთილი საქმეები, რის გამოც ჩვენ მოვხდით სამოთხეში. ის წვეთოვანიდან წვეთავს და ბოლო წვეთით რო ჩამოწვეთავს და ჩამოვარდებით იქ ამოხდებით აი ამ სიკვდილის სამყაროში. და სწორედ ეს წერია მეორე წელზე თვიათზე. ესეთი თვე შეიძლება მილიარდობით დაბადებისას ერთხელ შეხვდეს. ადამიანი ეს არ არის ყოველწუთი ჩახდება ეგრე. როგორც ესი მოსაკვდებით რაღაცა უწყალობს გასამრენდეში რაღაცა და მე დავიბადებით ისე ამ დედამიწაზე და თუ ძალიან ცუდად ვიქცევით შეიძლება ცხოველის ხეობაში დავიბადოთ. ანუ აქ წერია რომ ტეტამბუქტვა სვარგალოკა ვიშალამ არის თვალუწვდენელი სივრცე. სვარგალოკა სამოთხის პლანეტების თვალუწვდენელ სივრცეებში ტკბება. აი მოძრაობს, როგორ მოძრაობს თანაც იცით? ვიზა იქ არ არის საჭირო, ტრანსპორტი იქ არ არის საჭირო. სამუდ გაგხარდება იქ ახლა რა უკვე რა. აი სვარგალოკა ვიშალამ მთელ ამ სივრცეებში ტკბება არის მეორე წინაზე უკეთესი მეორე დღეა. მაგრამ კიდე ჩამოწვეთავს და ბოლო ჩამოწვეთავს რა. შინეკუნიე მარტია ლოკა ვიშანტი. მაგრამ რო ჩამოწვეთავს და ბოლომდეო მარტია ლოკა
სიკვდილის პლანეტაზე ჩამოვარდება. ჩვენს სამყაროს, საერთოდ სამყაროს ქვია მარტიალოგა სიკვდილის სამეფო. სიკვდილის პლანეტა, პლანეტა კი არა, სიკვდილის სამყარო, სიკვდილის პლანეტარული სისტემა. და მე გადმიგვდებიან. და ევან ტრაითარმამ ანუ პრაბანამ ისინი ვის ტრაითარმამ ტრაი სამივე და ფედულობაში ტრაი სამივე და რივე და სამავე და იაჯოვე და მეოთხე და პრაქტიკულად ათარვე და არ თითულება ვედათ ეს შელოცვების კრებულია რომელსაც შეწურების დროს უნდა დაიცვას პროცესი ანუ სამჩა სამვედას ეხსახურება ვინც ამ სამვედას მისდევს ტრაივედა და მისდევს ძალიან წესიერად იცავს ყველა პრინციპს ყველა ხარმას ტრაივედა ხარმა იმას ესე ამაოდება იქ მაინც ისე ჩამოვარდება ეხლა რა არის ეს ტრაივედა ტრაი ხარმა ამ სამი ვედის ხარმა სამი ვედის კანონი სამი ვედის ღირებულება რაში მდგომარეობს რომელიც ადამიანებს დიდ უმრავლეს თითქმის ყველას მიაჩნია რომ აი მას უნდა მიყვეს მას უნდა მისდიოს ეს უნდა დაიცვას ეს 4 თავარი ღირებულებაა ეს არის ხარმა ართხა კამა და მოქშა ხარმა ნიშნავს საკუთარი დანიშნულების აღსრულებას ჯულს საკუთარ ჯულს საკუთარი ჯულის მიყოლას როდესაც ადამიანთა საზოგადოება კარგად არის ცნობილი ადამიანთა საზოგადოებაში ვის რა დანიშნულება აქვს რომ მეომარი გულოვნებდეს რომ მუშა მიწკი მუშაკობდეს რომ ყველა თავის საქმეს აკეთებდეს როდესაც საზოგადოებაში ეს კარგად დგას ანუ თარმა ყვავის მაშინ საზოგადოებაში ავტომატურად ხდება კეთილდღეობა მოდის საზოგადოებაში მოდის კეთილდღეობა ეს კეთილდღეობა ისეთი რამ არის რომ ადამიანებს აქვს საკმარისად ყველაფერი არ უწევთ ილდასამამდე ვირებით მუშაობა არ უწევთ ნერვების მოშვრა რომ ტვინის ბურბა რო აი რა ხვალ რა მექნება საჭმელი აი რაღაცას უნდა დავადგერო შემში დამოხდე რაღაცას უნდა დავადგერო ბავშვები დავაყენო გზაზე როგორ უნდა მოიქცე რომ აცდეს უბედურებას 1000 გვარი ჭირია დღეს 1000 გვარი ნარკომანია 1000 გვარი სხვა რასასურველი ფაქტორები და სულ ადამიანი ფიქრობს იმაზე რომ ამ თვითონ როგორ დააღწიოს თავი ამას ამ მისვაშ თავმოვლობა როგორ დააღწიოს და არ გაეხვეს ამ შარში როდესაც ადამიანი საზოგადოებამ მთლიანად ჯულის კანონებს მისდევს არა კაცკლა, არა იცო, არა ეკდო, არა ძირი დასალხო, ათიცდება ხო არის ქრისტიანულ პრაქტიკაში, არა? თუ საზოგადოება ამას მასიურად მისდევს ამ ცნებებს და სხვა საზოგადოებებში, სხვა კულტურებში და სხვა ტრადიციებში და იგივე მსგავსი რაღაც არის. მაშინ საზოგადოებაში გამეფდება კეთილდღეობა. კეთილდღეობა, როცა ადამიანები ნორმალურად ცხოვრობენ. როცა მას თელი დრო არ მიდის უკმაყოფილი შოვნაში. როცა ადამიანს შეება დრო იმისათვის რომ იფიქროს რისთვის არსებობს რა არის ღირებულება ამ ქვეყნად იმოგზაუროს ნახოს რა შექმნა კაცობრიობა შეხედოს რისთვის იღვწოდა ადამიანები რა დიდებულებები შექმნეს როგორია ისტორია ან მეფეები რომ ქვეყანაში როდის და როგორ იქცეოდნენ ან რა მოგვიტანა დღევანდელი ცივილიზაცია ამის საშუალება არის და თუ შესაძლოა კეთილდღეობა იქნება კაცო რა პრობლემა არის არა გაქვს საფიქრანი მოიკიდეს უნდა სუქჩატა და წადი მოგზაურე ნახე ევროპა ნახე აზია ინდოეთი ჩინეთი რაც გადიხარდება დაათვალიერე რატომაც არა გაიფართოვე თვალსაჩინო და ადამიანი ღებულობს ასეთნაირად ამ კეთილდღეობაში ღებულობს თავის წილ სიამოვნებას რაც მას ბედით აქვს კარგით ანუ ხარმა ართხა კეთილდღეობა კამა გზნობების დაკმაყოფილება საკუთარი წილის სიამოვნებას ღებულობს დაუჯერად და ბოლოს როცა კი მიხვდება რომ მაინც უნდა მოვიდეს რაც არ უნდა
გზებით იაროს. რაც არ უნდა კარგი გზებით იაროს, მაინც იქამდე მივა. როგორი გზებით არ უნდა იყოს დახვეწილი, ხარმიული, არათარმული, ესეთ მაინც იქნება. როგორც ერთ პოპულარულ სიმღერაშია მარშრუტებში რომლერია. თუთი სოფელი ასია, ბოლო პირგია სამარეო. ხო, აი ესეთნაირად და მაინც მიხვდება და მე ემოდება შეკითხვა. ნუ თუ ამისთვის ვიწვალე. და მისი განვითარებული ცნობიერება მთელი ცხოვრების განმავლობაში ვირივით კი არ შრომობდა, არამედ ფიქრობდა კიდევაც. მისი განვითარებული ცნობიერება განახობს, არა, ამისთვის არ გიწვალია. აი, ამაზე კიდევ უბრალოდ სიკვდილზე კიდევ უფრო კარგი რაღაცაა. ისეთ სიკვდილი, რომ მოკვდე მეორე აღარ დაიბადები. განთავისუფლება. მოგშა. განთავისუფლება ესეთი. კაცო, როგორ და მე აწყვება წიგს რაღაცა იქ. საფეხურიანი იოგა იქ სამათხის როგორ შევიდეს, სუნთქვა რომ ჩაისუნთქოს, ამოისუნთქოს, რაღაც მეთოდებით მოკლედ და მიაღწიოს განთავისუფლება რას ქვია. განთავისუფლება ქვია, როდესაც შენ აღარ ქმნი შენს მომავალ ბედს, მომავალი დაბადებისას. და სწორედ ამას უხსნის არჯუნა თავიდან. კრიშნა არჯუნას რომ იცი არჯუნა, შენ სხეული არ ახარ. შენ სხეული არ ახარ. და თუ სხეული არ ახარ, მაშინ მოიმოქმედებ როგორც სხეული. იმიტომ რომ სხეული როცა მოქმედებს, ის ეხლა ამ ცხოვრებაში მომავალი ცხოვრების რაულს ქმნის, მომავალ ბედს ქმნის, კარმას თესავს. და ნუ იმოქმედებ ასე. თუ სხეული არ ახარ, იმოქმედე ისე რომ კარმა არ დათესო. და როცა მოკვდები, შენ აქ დაბადება აღარ მომიწევს. უდიდესი ღირებულებაა, რა თქმა უნდა. ეს მეოთხე ღირებულება, ხარმა აქ გამომოგშა. და თუ ადამიანს ყოფნის გონიერება, იწყებს ფიქრს იმაზე, როგორ მოიპოვო განთავისუფლება. მაგრამ რა თქინდა თურმე ჩვენ განთავისუფლებულები ვიყავით სანამ მოხდებოდით. მთელი ბედის ირონია ის არის, რომ ჩვენი სამარადისო სამყურებელი ეს არ არის. ჩვენ აქ მოვხვდით ამატერაულ სამყაროში. სანამ მოხდებოდით, მანამდე ვიყავით თავისუფალი. მაგრამ იდიოტური არჩევანი გავაკეთეთ. ძალიან იდიოტური არჩევანი გავაკეთეთ და ამ არჩევანის გამო მოხდით აქ. და ვინ არის ის გარანტია, რომ აქედან რომ გავალთ, კიდევ იდიოტურ არჩევანს არ გავაკეთეთ და კიდევ აქ მოხდებით. ეს გარანტია არ არსებობს. ციხიდან გამოსვლა, თავისუფლებაზე გამოსვლა, სვაბოდაზე გამოსვლა, თვით მიზანი არ არის. მიზანი არის იმ თავისუფლებაზე ცხოვრება როგორ უნდა მოაწყო, როგორ უნდა იცხოვრო. თორე თუ ეს მიზანი სწორი არ აქვს, რომ გამოხლა ციხიდან ისევ დაბრუნდები უკან. ისე ვერ წარმოგიდგენია თავისუფლება რისთვის არის, თავისუფლება არის ინსტრუმენტი. თუ ვერ წარმოგიდგენია თავისუფლება რისთვის არის საჭირო, ისევ ჩაიდე რაღაცას იქ თავისუფლებაზე, ისევ მივაბრუნებენ უკან, ხო? ზოგი გიზახის რომ ციხე ჩვენიაო და აქიანი მას ჩვენია ჩვენის, მაგრამ არავინ ახლა ყველაფერად თქვა არავინ არ მიისწრაფეთ ისე გაიჩაღა. არავის აქ ეგეთი მიზანი რა. ლოკალად სულას ნიშნავს ტყვეობა და პატიმრობა და მონობა. მაშინ რა არის ის მეხუთე და მთავარი მიზანი, რის გამოც თავისუფლება ღირს, რის გამოცაც ელტვიან თავისუფლებას. ჩვენი ტრადიცია, ვაიშნაური ტრადიციის ოთხივე მოწაფეობრივი თანმიმდევრობა ერთ სამს ამტკიცებს და ამტკიცებს თვითუზენესი ღმერთის ამბობს. საბოლოო მიზანი თავისუფლება ადამიანს იმისთვის ჭირდება, რომ თავისუფალი არჩევანი გააკეთოს და მოძებნოს საკუთარი ბედნიერების წყარო. როდესაც ადამიანი აღწევს თავისუფლებას, აი ასეთ რამეს კი არა, რომ პრაიმპრა ჩამოვარდება, მე ისე ჩამოვარდება და პირმოგის ბურთივით დაფთი საკეთიკით. ეხლა ეს შეიძლება ძალიან დიდხანს და ათასწლეულები გრძელდებოდეს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამას? მთელი სატანჯველი ცით რა არის? ჩვენ რომ ვფიქრობთ, რომ იქ სამოთხის პლანეტებზე 1000 წელი და 10000 წელი ცხოვრობენ, იქ ვინც მიდის, მათთვის მასშტაბი
სხვა არის. მათთვის ჩვეულებრივია ცხოვრების მასშტაბი და იქვებით უყურებენ როგორც ჭიანჭველების ბუსტოს. ანუ 10,000 წელი კი არ არის მათთვის მნიშვნელოვანი. მათთვის ის 10,000 წელი მოკლდება ძალიან. თორემ მათთვის ჩვეულებრივ როგორც ჩვენთვის არის. ერთი სიცოცხლე მოკლე, ისე არის მათთვის სიცოცხლე მოკლე. ეს ჩვენ უყურებთ იმ განზომილებას, ისე მაგრამ იმ განზომილებაშიც მოხდება. მისთვის არის ჩვეულებრივად მიედინება დრო, მაგრამ აი ხრევით, საიდანაც მოვიდა, იქ დაფუსფუსებენ ძალიან სწრაფად. ეხლა ბრაჰმა რო უყურებთ ჩვენს მდგომარეობას, უპირველეს ცოცხალი არსება თავის პლანეტიდან, საერთოდ თვალსაც ვერ აღსწრებს რა ხდება აქ რა. თვალსაც ვერ აღსწრებს. ერთი დღის განმავლობაში საფარულები ისვევიანი უფებიან, თორემ დაქრიან ჭიანჭველებით. და იქ ბრაჰმას უკაც არ მიაჩნევა დიდხანს ცხოვრობს. ეს განწყობა არა, აკროს 10 არა, ეს ჩვეულებრივ ერთი დღეა. ის დღეს ისე დაღამდება, გათენდება, ისე გათენდება და რომ მოვადრო და ისე მომწება. არ ვიდრე მეტა ის რამდენად ესეთი იმედი გაცხოვება. და განაგირს ესეთი რამე. თავარი ღირებულება არის, როდესაც ადამიანი განთავისუფლებას ღებულობს, როცა მატერიისაგან თავისუფლდება, ის გრძნობს არამიწიერ სიამოვნებას იმ მომენტში, როცა საკუთარ თავს დაინახავს როგორც მარადიული გულავსულს. როცა ის დაინახავს, ის არ არის არც ხეულია, არც ჭკუარი, არც მისი ფიქრები, ოცნებები, ეს ყველაფერი გაქრება. ის დაინახავს თავის თავს, ახსილს მარადისობით, ცოდნითა და ნეტარებით. და როცა აი ამ ამოუწურავ ნეტარებას გრძნობს და ხვდება, მე ვიცი ჩემი ბუნება, რომ აი მოიჭრეს მე ტკინება, ხო, ესე ხვდება ისო. ეს არის მისი ბუნება. მარადისობა, ცოდნა, ნეტარება. და თუ მას ეყოფა ჭკუა, და თუნდაც აქაური ცხოვრების გამოცდილება, ის იწყებს ამ ნეტარების წყაროს ძებნას. ის ხვდება, რომ თვითონ არის ნაწილი თელის. ასევე ხვდება, რომ მისი ნეტარებაც რაღაც თელის ნეტარების ნაწილია. და ის ეძებს იმ ნეტარების წყაროს. ეს არის თავისუფალი ადამიანის თავისუფალი არჩევა. მას შეუძლია ძალიან ნამდვილად მიაგნოს ეს წყარო საკუთარ გულში, ასეთ მდგომარეობაში. საკუთარ გულში საოცარი სილამაზის, უზენაესი ღმერთი, ზესული. მუდმივად მის გვერდში მყოფი, მუდმივად წყალობელი. მისი ფრჩხილის დანახვაც კი საოცარ ბედნიერებას იწვევს. და შეუძლია მან ის დაინახოს. შეუძლია მას ემსახუროს. შეუძლია მოხდეს იმ განზომილებებში, სადაც ეს უზენაესი ღმერთი 4 ხელით ზის უდაბალ ოქროს ტახტზე და მას ემსახურებიან ოსანას უმღერია. ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად, იგი შეიქმს წამის ყოფით, ერთსა საერთად. ეს თაყვანისცემის განწყობა იმდენად ამაღლებულია, რომ რაღაც უდიდეს ნეტარებით ავსებს. მაგრამ ამაზე მაღალი რეალობა. ამაზე მაღალი რეალობა და თუ ადამიანს გაუმართლებს, გაიგებს, თავარია რომ გაიგოს, რომ ეს კი არსებობს. თუ გაიგო, მიახსენებს. თავარია თუ ვერ გაიგო, ვერ მიახსენებს და რაც აქვს, იმით დაკმაყოფილდება. და აი ამ წერილების, აი ამ კრიშნას სიტყვების მთავარი ღირებულება და ფასეულობა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს ამ ცოდნას აძლევს. ყველა საიდუმლოს და საიდუმლოს, ყველა ცოდნაზე ამაღლებულ ცოდნას, რომელიც ერთ ამას ამბობს, რომ არის აი ამ ღვთისმოსაობის თაყვანისცემის მაღლა, არის განწყობილება, განსაკუთრებული, სადაც ადამიანს პიროვნებას 1 გრამი ღვთისმოსაობას არ ჭირდება. 1 გრამი მორჩილებაც არ ჭირდება, 1 გრამი შიშიც არ ჭირდება. სადაც ის არის ახსავს სიყვარული, მხოლოდ სიყვარული. და ღმერთს უყურებს, როგორც თავის საყვარელ მეგობარს, საყვარელ ბატონს, საყვარელ მშობელს, საყვარელ შვილს, შეყვარებულს რას გინდათ. მხოლოდ სიყვარული და მეტი არაფერი არ მე. ეს სიყვარული არის უდიდესი ექსტატიური და ანუ მრავალფეროვნება და დინამიკა უფრო მაღალი წარმოუდგენელია. ზოგი ფიქრობს, რომ ეს არის რაღაც ისეთი რეალობა,
მოხდება სამასას ეცაში, თეთრი აცვია, ხელში უკავია აქვიანი მას ქნარი და უკრავს 10,000 წელი უკრავს, მე 2,000 წელი უკრავს და საშუალო. ესე არ არის, ესეთი რამე არ არის, არა, ეს არის მუდმივი თამაში, მუდმივი გართული, მუდმივი ნეტარი. აკარაობაში, ბავშვობაში ვით სოფელში ყოფილა. განსაკუთრებით მუდმივ სოფელში კი არა, ქალაქში და მე ზაფხულში ვიყავ სოფელში და იქ სულ თამაშობს ნაცრებთან და მეგობრებთან და სულ თამაში და თამაშობა და სულ სიხარულო მეტად არაფერი არ არის. აი დაახლოებით ეს არის მის პატარა ანარიკლი, რაც იქ ხდება. ასე რომ კრიშნა ეგუნება არჯუნას. ვინც ამ ჯულს მიყვება და ხარმას მიყვება, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ არ უნდა მიყვერ ჯულს და უნდა დაარღვიო და უნდა დაანგრიო, არა. ვისაც წარმოუდგენია, რომ მხოლოდ ამით გავაფონს და მხოლოდ ეს იქნება საკმარისი, ის სდება. იმას ელოდება, იგივე დამატება და სიკვდილი, რომელიც იმათაც ელოდება, ვის ჯულს არ მისდევს პრაქტიკულად, ესე იგი, პრობლემა ეს მოგხდება არაფერი არ არის. თუ წარსულს გადახედავ რა, ეს არ გახსოვს, ეს გემო რა ის წარსულში რა იყო რა. ისიც ხდება, ყველა ხდება. ყველა იბადება, ყველა ხდება. ანუ ეს არ არის თლად კარგი არჩევანი, ამიტომ პრეშნებურება არჯუნას ხო. არჯუნა შენ გააკეთე სხვა არჩევანი. ნუ ყურებ ამ ბედებს, ამ წმინდა წელებს ნუ ყურებ, 99% იქ არის ლაპარაკი იმაზე, ამ ქვეყნად კარგად როგორ დაიწყო. ამ ქვეყნად კარგად ცხოვრები ახლა მოხდები. ის სხვა, რაც თავარია, ის დაინახე, ის მე მაქვს თავარი. ვინც მე გულად მემსახურება. ვისაც მე უყვარვარ, ვისაც ჩემი არ შურს. ვისაც არ უნდა რომ რაღაცა მე ცალკე ვიყო და თვითონ ცალკე იყოს, ის მოდის ჩემთან. ის ვინც მე შემომთავაზებს, სიყვარული შემომთავაზებს, წყალს, ყვავილს, ნაყოფს, ფოთოლს. ეხლა როგორ ვფიქრობ, ღმერთს ან ყვავილი აკლია, ან წყალი აკლია, ფოთოლები აკლია. მომენივე ჭირდება საერთოდ, მაგრამ აი ვინც ამას სიყვარულით მომიტანს, სიყვარულს გამოხატავს ამას. შეყვარებულს საერთოდ ყვავილებს ჩუქნიან, ხო ვიცით? არა, ყვავილებს ჩუქნიან, ხო და ფული რო არ აქვს, აი სადაც გადაიპარები ვახში და სადაც ხოზე სიერენებს დაამტრო რაღაცა მიუტან და ისო გაეხარდება. ეხლა იმას ყვავილები რა აქვს, საერთოდ ყვავილი აკეთებს ვის გამო. რაღაცა და ის აჭკნება და გადაყრეს ნოლოვო. ერთი აღარ მახსოვს დემაჩოვა თუ ესეთი უმორისტული მოთხრობა, რომ ერთ რაინდს, ეს ის პერიოდი არის, ჯვაროსნული ომები რო იყო. ერთ რაინდმა ხდაში რომ მიდიოდა ცხენით, ღობეზე დაწერილი ქალის სახელი წაიკითხა და ეს ხალი შეუყვარდა მით. აშენელი რაინდული ფილოსოფია სულ სხვა იყო რა. ამაღლებული და სულ სახელი წაიკითხა და შეუყვარდა, გაგიჟებამდეს შეუყვარდა ეს ქალი და ესე იმისათვის რომ ამ თავის შეყვარებული სახელი განედიდებინა და თავის სიყვარულის დაიდასტურებინა ყველასათვის გაემგზავრა ჯვაროსნულ ომებში, ბრძოლებში, იერუსალიმის გასწავლაში. იქ სარაცინებს ებრძოდა და მოჭრილ თავებს, ხელებს და ფეხებს უგზავნიდა თავის შეყვარებულს. სიყვარულის ნიშნად. ისიც დიდი სასწაულით გვალისწრებს იდევდა ყველაფერ ამას. ნუ მე დაბრუნდა ეს რაინდი და სწორედ იმ დროს მიუსწრო ციხესიმაგრეში, რომ ეს მამა თავის ქალიშვილს სხვა რაინდზე ათხოვებდა და ეს როგორ მოითმენდა ამას, ისიც შემოეგება ეს ქალიც და საინტერესოდ რომ ყოლავრის, მაგრამ მოკლედ რა შემოეგება და დასხო და ეს კონსერვის კოლოფი გააცხელა ეს მეორე რაინდი და ასე შემდეგ ეს ბენერა თავთავს და ეს სამყარო. ესე იგი თავისთავად ხო მოჭრილ თავებს და ხელებზე აღარ ელაპარაკებთ, მაგრამ ყვავილებს ხო თავისთავად კი არ აქვს რამე სლოვაკიას რა გზნობით აძლევა ყვავილს და სწორედ ამას ამბობს ნიშნავი სიყვარული შემოთავაზებს სიყვარული რაღაცა ჩემზე იკითხებო, რაღაცა მომიკითხეო ისო რომ მოდიხარ და მე მათხოვრებიო ერთ ეს მომეცე ერთხელ იკითხე მე რა მჭირს ხო იქნება რაღაცა მიჭირს რა ერთხელ იქნება მოგენატრო უბრალოდ
და თუ ესეთი განწყობა ექნებაო, მაშინ შემთხვევა. მაშინ რომელი აღარ დაიბადებიო და აღარ სიტყვით ჩამოვარდებიო და აღარაფერი არ უზექნება ჩამოსავალი, შემთხვევა საიდანაც აღარ უნდებიან აღარასოდეს. Am ჩვენ იმამდესკენ დაუბრუნდებით იმ საშუალებას, საიდანაც ვარდებიან და ჩვენ მივავალთ იმ ჩვენ მარადიულად ვიყავთ. შეიძლება საერთოდ არასოდეს არ ყოფილიყავთ, მაგრამ იქიდან ვარ წარმოშობით. აი ესეთი არის კრიშნას სწავლება, ამიტომ ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენ კიდევ მანა სანამ ცოცხლები ვართ, სანამ ჩვენ კიდევ გადაადგილება შეგვიძლია, აზროვნება შეგვიძლია და არა გვაქვს დემენცია და ესეთი აღშტარებული მდგომარეობა. სანამ ღვთაებებთან გვაქვს ცდომა და პრობლემები არიან ჩვენ სივრცეში. სანამ არიან ერთგულების თანაც ურთიერთობა შეიძლება. მანამდე ეს ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ეს ემოცია გულში გამოგვიწოდა. გულში ეს ემოცია ნამდვილად არის. ეს სიყვარული გულში არის, ჩვენი ნაწილია. იმას გარედან ვერ მივიღებთ, ვერსად ვერ ეს მიზეზია, სიყვარულს მიზეზი არ აქვს. სიყვარულს მიზეზია სიყვარული. უბრალოდ ჩვენი გულია დანესტიანებული ისე რომ ხის ხოლი გარინთება. და უნდა გავაშალოთ ჩვენ წესების აქციების ასკეზების ძვედების შესწავლით ყველაფერი ამით უნდა გავაშალოთ ისე რომ ეს პატარა ნაბრეწფა დაინთოს. თორე იმას სხვა სფეროებში შეუძლო ისაც არის. და ამას ასწავლის კრიშნა არჯუნას რომ ყველა ეს ხარმებიო. ყველა ეს ხარმები ის საშუალებით და ჩვენ აქ ბედნიერად ცხოვრები, ჩვენ დანიშნულებას დაინახავ, სამოთხეში მოხდები, იქიდან ჩამოვარდები, მე კიდე ყველა ეს ხარმები დამებით მიეტოვე. არ გარგია ეს ყველაფერი ხარმები შენ გაზრდას საშუალებას აქიტრიალო. მიეტოვე ყველაფერი და მე მომენტი. ის ვინც ტრაიევე და პრაპადიანტე არის მინდობა. და სწორედ ის ვინც ტრაით ხარმა პრაპანამ, ანუ ამ სამი ვედის იღებულობს იმას, რაც არის სამსახურში დაბადება და სიკვდილი. მაგრამ ვინც მარადიულ სიცოცხლეს მიანდობა კრიშნას, იღებულობს მარადიულ სიცოცხლეს. Hare Krishna. Когда надо потом Ой, очень сати качает. Ხო, ესე იგი უცებელად კიდევ შევარდო. პირველი დავიწყოთ იმით, რომ ის რაც ვეუბნებით ამასთან დაკავშირებით თუ შეკითხვები და მე კიდე რაღაც მომიგებთ. დიახ. Krishna Kurushi Putsula Ristus Samoitzko. Ristus Samoitzko? უამრავ მიზანს მიაღწია მე კრიშნა. უამრავი რამე დურულად გააკეთა. ეხლა ყველაფერს მოგიყვეს. სულ ყველაფერს ვერ მოგიყვეს, თავარს გეტყვი. როგორც წესი, უზენაესი ღმერთი, როდესაც ევლინება ამბობს რომ იმისათვის რომ მაშია და იმისათვის რომ თხარმა ავადგინო, იმისათვის რომ გავახარო ჩემი ერთგულები და დავსაჯო ავისულები, ამისათვის მოვდივარ. მაგრამ მაინც კრიშნას აქვს თავის შინაგანი მიზეზები. მოდი ჯერ დავიწყოთ იმ ფაქტობრივ მიზეზებზე, რატომ წამოიწყო ეს ომი. ამის ისტორია ცოტა ადრე იწყება. ჯერ კიდევ მაშინ მრავალი ეპოქის წინ, როდესაც ჰირანიაკაშიპუს ძმა მოუკლა, ჰირანიაკაშიპუსს მოკლა უზენაესმა ღმერთმა ორთაბრძოლაში ტახის სახით რომ იყო მოსული. მაშინ სამგლოვიარო პროცესი, სამგლოვიარო სიტყვას ჰირანიაკაშიპუ მიმართა თელ დემონებს, რომ თქვენ ნუგლოვობთ ქრის მემართ ახირანიაკაშას ქრის და შვილებს, ჭირისუფლებს. ხომ იცით რომ სული მარადიული და არასოდეს არ ხდება, წარმოგიდგენთ რაც უნდა გქონდეს.
ამიტომ მოგულობთ. ჩვენ ახლა უნდა ვიფიქროთ ჩვენს მომავალზე. ჩვენ ახლა უნდა ვსდიოთ სხვავასხლავს, ისისა. გეყოფათ ახსოვ დროებზე დარდი. ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა სხვავასხლავს, ჩვენ უნდა ჩვენი შუათ ყოველდღე ილეჭაჭაძის სიტყვები. ახლა ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ. და ჩვენი მომავალი ესეთიაო, თუ ჩვენ მინდა ვერთები დავამარცხოთო, თუ ჩვენ მინდა რომ კეთილი დღეობა გამეფცესო სამყაროშიო, ეს ვიშნო ამდენი ხანია მეფობს საკო, ამდენი ხანია ეს ვიშნო აღარ დაადგა საშუალიო სუმაინც უსამართლობა, სუმაინც გრევა, სუმაინც უბედურობა ტრიალებსო და ჩვენ უნდა მოვიშოროთ ეს და ჩვენ უნდა ეს სამყაროში დავყაროთ საყოველთაო კეთილი დღეობა. ამისათვის საჭიროა რომ დემონები დავამარცხოთ. ესა ვერთები დავამარცხოთ. ვერთების დამარცხება ძალიან რთული ამოცანა არის. ძალიან რთული ამოცანა არის. ტექნოლოგიებს ხლობენ, იქცნენ მოძღვარებავთ ფეხასპატი სერიოზული, ვიშნოს მაგათ ხარეზია. და ძნელია, მაგრამ საკვები უნდა გამოვაცალოთ მაგათ პირველ რიგში. შიმშილით უნდა მოვკლათ. და მათი საკვები არის ის, რაც ჩვენს განზრახული დედამიწაზე, ფულოკაზე, რაც იაგია სრულდება, ამ იაგია არის მით საკვები ღმერთების. ამიტომ უნდა იაგია მსხვერპლ შეწებებია, რელიგიური ცერემონიალები ტრიალებს. ყველა ეს რიტუალი ამათ შედეგი წარმოადგენს საკვებს ემოციური, შედეგი წარმოადგენს საკვებს ღმერთებისათვის. იმ პიროვნებებისათვის, რომელიც წესრიგს ქმნიან, თანამდებობის პირები არიან. ანუ ამ სამყაროს მთავრობა ღმერთის მიერ დანიშნული. ისინი პასუხს აღებენ სითბოზე, გრავიტაციაზე, სამყაროს წესრიგზე, საბოლოო ჯამში და მედიღბალზე. და მათ ყავთ მუდმივი ოპოზიცია. ასე რომ ძლევამოსილი დემონები, რომელიც სულიან რომ ის ჩამოვარდეს, ესე უნდა დამეფცენ და ასე შემდეგ სამყაროს გაჩენიდან ევლია. ამიტომ ისე შიმშილით უნდა მოვკლათო და უნდა გავანადგუროთ ყველა ის ადგილი, სადაც იაგია მიდის დედამიწაზე. და დადგება დრო, რომ და ჩახვიდეთო დედამიწაზე. ტყეები უნდა გაჩეხოთო. სადაც განდეგილები ცხოვრობენ და იაგიებს ატარებენ და ტყეები თავი ადგილი წმინდა ადგილები უნდა მოსყოთო. და ყველა იაგიის ადგილი უნდა ანადგუროთ. და გავიდა მე მრავალი წელი გავიდა და საბოლოო ჯამში დემონებმა დაიწყო ეს პროცესი და მასიურად წამოვიდნენ დედამიწაზე. მასიურად. იბადებოდნენ მეფეების ოჯახებში უფლისწულებად, ცხოველების სახით იბადებოდნენ, ცხოველების სახითაც იბადებოდნენ. სრულად რომ დაეპყროთ პოზიციები აქ ფოლოგაზე. და ამოიშანთათ რელიგია ხარ საერთოდ. ამის დამნახავი ღმერთები შეწუხდნენ და მოთხოვნა ბრაჰმასთან წავიდნენ. ბრაჰმების წაიყვანა ვიშნუსთან. ვიშნუს ესენი ვერ ხედავდნენ, ესე ნათელის სახით დაამთვალისმოჭრილი კაშკაში იყო, მაგრამ ბრაჰმა ხედავდა. და ვიშნუ დაამშვიდა, რომ წადითო, თქვენს ჩადითო დედამიწაზეო. ფულოგაზე, თქვენს დაიკავეთ პოზიციებიო და მეც მოვალო და ამ საკითხს გადავჭვითაო რა, დაგეხმარებით. და სწორედ ესეთნაირად საოცარი მასიურად თანამდებობით დემონები მოვიდნენ 100 შვილი გიტარასტრასი გენური ინჟინერიით გაჩნდა. ვიასადებო მოვიდა ეს ხორცის ნაჭერი, რომ იმშობიარა განთხარული, 100 ნაჭერად გაყოვება და აყარა რაღაცეები. გენეტიკური შემადგენლობები კოთნებში ჩამოვიდა და იქიდან დაიბადნენ დემონები. უდი დემონების წინამძღოლები. და საბოლოო ჯამში გაიგო ესა. აქ ვინ იყვნენ, პანდები ვინ იყვნენ? ადამიანი კურშეტრის ველზე ჩვეულებრივი აფულოკას, აქაური არც ერთი არ იყო. ჩვეულებრივი ადამიანი ყველანი ექსპანსიური იყო დემონებისა და ღმერთების. ამდავები ყველანი ღმერთების ექსპანსიები იყო. იუთხიშტერა იამარაჯას ექსპანსია იყო. ხიმა ვაიუს ექსპანსია იყო. ტყუპების არგუნა ინდრას ტყუპები აშვინების ექსპანსია იყო. და შესაძლოა ესენი გადაეცვალეს პირისპირ და კრიშნას გეგმა იყო, რომ ესენი ყველანი უნდა გაწყვეტილიყვნენ. ყველანი და არგუნას ეუბნება, აჩვენა მომავალი. ყველანი როგორ არის დამიდიან. ლოგიკვილებში ყავს გაჩერილი, ზოგ შუაზე გეჯავს, ზოგ საშუალო და ხოლო და რამდენიმე გადარჩენითო ამ ბრძოლის შემდეგ.
თქვენ პანდავები და კიდე რამდენიმე დარჩენ ყველა დაიღუპებოდა დედამიწა გაათავისუფლა ამ ტკივილისაგან ამ სიმძიმისგან. ანუ ეს კოსმიური პროცესი სწორ გზაზე დააყენა. ეს იყო ფაქტობრივი წყალობა მისი მოსვლის. მაგრამ ისე როგორც მის ყოველ მოქმედებაში არის თავარი არის შავი ფერის სიამოვნების მიღება ნეტარების მიღება. როცა კრიშნა მოდის, როცა მის საქმეებზე ლეგენდებს ხსავენ, როცა ეგულები ერთმანეთს ესაუბრებიან, როცა ცხოვრობენ ქალები ვაიმე კრიშნა იცი ყოფილა კრიშნა როგორია და ესე და ესე. აი ეს არის კრიშნას თავარი სიხარული. და როცა მას უხარია, მე ის არის когда мне будет хорошо, я тебе так довезу, что тебе тоже будет хорошо. Вот сама сухария. А вот сама саничева, ситцкоз, 1 грамм сихарус, ара, ის 100 კილოს უბრუნებს შუქა. ესე კიდევ და ეს არის ემოციების გაცვლა. ანუ ყველაფრის მიზანი არის კრიშნა ტკბება. კრიშნა თამაშობს. ამას აქვს საკუთარი ფაქტობრივი რაღაც ეპოქალური და კოსმიური მნიშვნელობები, რა თქმა უნდა. აი ესეთი არის ჩაუმბატონო. როდესაც კრიშნა ჰასტინაპურიდან ომის მერე ჰასტინაპურიდან რამდენიმე წელი დარჩა იქ ეიპოვდნენ რა. ჰასტინაპურიდან რომ ბრუნდებოდა უკან ვარაკაში მომდევნო ამოვიდა და არ გამოუშვეს. აბა მოდი კიდევ თითოჯი გადავიდოდა. აბა მოდი კიდევ და. ნუ ბოლო რომ მიდიოდა და დაუფინეს ხალიჩები და იყო ერთი გამომშვიდობა და პრინცესა კუნტი წინ დახვდა და ლოცვები აღავლინა. ამ დროს ჰასტინაპურის ქალები ანჯელებიდან იჭრიდებოდნენ, ესე სარი მოხდა წესიერი ქუჩაში გამორბოდნენ ქალები მაშინ. ესე მოხდა ეს ეჭროებოდნენ. ვაიმე იცი კრიშნას თურმე 16,000 ცოლი ხოლია. ვაიმე იცი აი ეს რომ ცოლთა რო არის ის ცოლი იცი მაშინ რას ამბობს თურმე? და თურმე კრიშნა იცი თავის სულთანის რა შვება და მე ეს შაფადოდა შეცემობს შუქადეობას ვამი რომ ყველა ეს ლაპარაკიო ქალების ლაპარაკების შესახებ ბევრად უფრო მეტ სივრცე შეიცავდა ვიდრე მთელი ვედები ერთად აღებული. ანუ ეს სიყვარულით ლაპარაკობენ იცია კრიშნა ესეთი იცი კრიშნა აი კრიშნა ვაიმე კრიშნა მაწონი მოიპარა მაქსალიზაურა მაწონი კავშირ იაშოდა როდის მოიყვანა ამ შენ ბავშვი ყველაზე დამოს როგორიც სულად ამონდორი ყველაზე მოვიდეს. ყველას ისე უხარია რომ ერთგან რომ მოიპარა მაწონი მეორე შურს. ჩემთან როდი გამოვიდა ღობეს როდი გააფუჭებს და რაღაცა ეგეთი რა ნუ აი როდის მიხედავ ამ შენ კრიშნას და ამ დროს სიხარულით ნევიან რა და აი ეს მოწონს კრიშნას. საუჯობს ეს ამიზე, მას მიზე ესაც არ გააჩნია ერთ-ერთი ამ სიყვარულს ემორჩილება. დამუდარა. ო კრიშნაია ვასუდევაია დევაკი ნანდანაიაჩა ნანდა გოპალაია გოინდაია ნამონახა. შეგეთქვები ხო არა აქვს იქ აღმოსავლეთის ფლანგს? ზოგადად ჩქარა გასულ. ესე იგი შეიძლება რაღაც გარკვეული ნაწილი ამ საუბრების ნათლად გასაგები არ იყო. აი თუ შეიძლება ქალბატონს მიეწოდე რა. იგი ღვთისმეტყველები, იადი ბრძენები და რყულები ამბობენ, რომ ყველაფერი რაც არის, ეს არის ღმერთი და მის მერე არცაფერი არ არის. ყველაფერი რასაც გამოვლენილია, რაც გამოვლენილია, ყველაფერი ღმერთის ენერგიებია. კრიშნა შაქტი.
თვითონ კრიშნა არის ამ ენერგიების წყარო. And მასა და მის ენერგიებს შორის ეს გავლება შეიძლება ხაზის. ეს ყველაფერი ერთად არსებობს და რეალური არსებობა ეს არის. მაგრამ ამბობენ რომ ამ ენერგიების სამი კატეგორია შეიძლება გამოყოთ. ერთია შინაგანი ენერგია, ანტარანგა შაქტი. ანტარ ნიშნავს შინაგანს, ანდა ნაწილი. ანუ შიდა ნაწილები. ანტარანგა შაქტი. ეს ის ცოცხალი სულები არიან და იქ ყველა ცოცხალია. ცნობიერია. რომელიც მუდამ კრიშნას გარშემოარიან, მუდამ მასთან თამაშობენ, მუდამ მასთან ერთობიან და მუდამ იმყოფებიან მისი ექსტატიური სიყვარულის გავლენის ქვეშ, ჭკვიდან გადასულები. ისინი არასოდეს იქიდან არ ვარდებიან და არანაირი საფრთხე მათ არ იმუქრებათ. და უნდა გითხრათ, რომ იქ იმ რეალობაში არსებობს ყველა ცოცხალი სულებისათვის სარიელი ადგილი. ისინი რომელიც იქ არ არიან. ჩათვლით რომ პედალ ბუშტუკები ბუდეებია, სახელმწიფო რომ მივიდეთ და დავიკავოთ ჩვენი ადგილი. და კრიშნა სხეულზე ყველა ეს ადგილი არის ჭრილობა. ყველა ეს ადგილი, რომელსაც მოშორებულია სულები, ისი ნაწილები, არის ტკივილი და კრიშნა მას განიცდის. მეორე სახის ენერგია არის ბაჰირანგა შაქტი. ბაჰირ ნიშნავს გარეთას. აი ჩვენ რომ არასიხას უნგერით. ხო? ბაჰირ მისიმხო ხრიდაენ რისიმხო რისიმხამადიმ შარანამ ბარდადე. გუში და ჩვენ ხარ და გარეთა ჩვენ ხარ რა. ბაჰირ მისიმხო ხრიდაენ მისიმხო. ბაჰირ ნიშნავს გარეთ. ბაჰირანგა ეს არის გარეგანი ენერგია. ეს ენერგია არ არის ცნობიერი. ჩვენს უხეშ მაგალითზე რო ვთქვათ, ჩვენ ვიჭრით თმებს, ხო? თმებს რო ვიკრიჭავთ ის ტკივილს აღზნობს და ერთ მომენტში ჩვენი ნაწილი უცებ რაღაც ხალკე მდგომი ხდება. თუმცა იგივე ჩვენ ვართ რა. ხო, არა რო თვითონ შევიჭრეთ და მე რომ მოხვეთავენ ამას გადაყვია, ნუ ეს ჩვენი ნაწილებია. ჩვენი ფრთხილები. არ ვთქვი შეიძლება ცოტა ქვები თუ მოჭრით ისე გვეთკინება, ცნობიერება გაიჩინა, იმას გზნობა არა, მიჭრეთ ფრთხილები. ისი ჩვენი გარე ენერგია. და 1000 გო რაღაცა რასაც გამოყოფ ჩვენი სხეული, ყველაფერი კიდე გარე ენერგია. სწორედ ასეც კრიშნასაც კი არის ჩვენს გვაქვს, თორე კრიშნას აქვს ესეთი გარე ენერგია. მისი არსებობის პროდუქტი, ესე ვთქვათ. პრაკრიტი ქვია ამას. კრიტ არის საქმიანობა. პრაკრიტ არის საქმიანობის შედეგი. ძალიან მოხეშად რო გავთავაზოთ პრაკრიტ არის ნასაქმარი. ესე ვთქვათ და ამ ნასაქმარში ვსივათ ეხლა ჩვენ და ეს პრაკრიტი ისას გარეგანი ენერგია. და არსებობს მესამე კრიშნას საშუალო თუ ცალკე კიდე ტატასტკა შაქტი. ტატ ნიშნავს იქ, სადღაც იქ. იქ ასხა, იქ არის, იქ დგას, იქ დგომი, იქ ყოფი. ტატასტკა შაქტი, სადღაც იქ რო არის. ანუ მოშორებულები არიან კრიშნას. იქ არ არიან შინა ენერგიების სხორზე, იმ რეალობაში არ არიან. სადღაც არიან ამ მატერიალური და სულიერი ენერგიის საზღვარზე. მოსაზღვრე ენერგია. ხო, ტატას სადღაც იქ რო არის. აი სადღაც იქ აი ამ ენერგიას ჩვენ ვართ ეს. და ჩვენ დაგვეჩნია ტენდენცია, ცენტრიდანული ტენდენცია. რომ კრიშნასგან ცალკე ვიცხოვროთ. ეს ტენდენცია მოდის ჩვენს გაგვაჩნია თვისებარო ტატასტაშაკი იყო. ჩვენ ვართ ტატასტაშაკი. და ეს ტატასტაშაკი ჩვენს გარდა კიდევ 10000 კი არა, აურაცხელი რაოდენობის სულები არიან და მათ აქვთ ტენდენცია ესეთი, რომ
ისინი ფიქრობენ, ჩვენ ფიქრობთ, ჩვენ ღმერთის ნაწილები ვართ. ჩვენ ღმერთის ნაწილები ვართ. ჩვენ ისეთივე თვისებები გვაქვს, როგორც ღმერთს. და ღმერთი იმით არის დაკავებული, რომ თავის ნაწილებთან თამაშობს. და ჩვენს გვინდა ჩვენს ნაწილებთან ვითამაშოთ. მაგრამ საქმე ისაა, რომ ღმერთის ნაწილებს ნაწილები არ გააჩნიათ. ამ ნაწილს, ელემენტარულ ნაწილს, ом пурнамада, пурнамидам, пурнатидам, пурнат-пурнати. Удачате, пурнасия, пурнамадая, пурнамеловაშიშate, მათ რა ამბობს, რომ უზენაეს შეშმარიტება არის მთელი. სრული, პურნა, სრული. ამ სრულიდან მუდმივად გამოედინება მისი სრული ნაწილები. მიუხედავად ამისა, რომ გამოდიან მისი სრული ნაწილები, ამ დროს აბსოლუტური შეშმარიტება ისევ სრული რჩება. აღარ დავიწყებთ ახლა ამის გამარტებას მით უმეტეს რო შევძლებთ. უბრალოდ ლაპარაკი იმაზეა, რომ თუ ზიანს ჭეშმარიტებიდან მუდამ გამოდის ნაწილები და კრიშნა მათთან თამაშობს და ერთობა, ამ ნაწილების სისრული იმაში მდგომარეობს, რომ ყველაფერს რაც გამოდის მისგან სისრულია, სრულყოფილია. მატერიალური სამყარო პრაქტიკულად რაც გამოდის, ესეც სრულია. იმიტომ კი არა სრული კრიშნასავით სრულია, სრულია იმიტომ, რომ თავის ფუნქციას სისრულად ასრულებს. მატერიალურ სამყაროს არ ჭირდება რაიმე დამატებითი გარედან მოწოდებული პრავიზიები და სულსაცამოვაგე და რაღაცეები, ის რაც არის შიგნის სავსებით სრულია. ცოცხალ არსებასაც არ ჭირდება გარედან ყველაფერი, ის სრულია, იმიტომ რომ პიროვნება, უნიკალური პიროვნება, სრული უნიკალური პიროვნება. მაგრამ მას აქვს სურვილი, რომ ისევე როგორც აბსოლუტურ ჭეშმარიტებას ჰქონდეს ნაწილები და ითამაშოს ამ ნაწილებს. მაგრამ მას არ შეუძლია ნაწილების გამოვლენა. ეს არის განსხვავება ღმერთსა და ადამიანს შორის. მაგრამ ახლა ეს სურვილი ძალიან ძლიერია. ეს სურვილია შური, შურს კრიშნას. კრიშნა ამ სურვილს აკმაყოფილებს განსაკუთრებული ტექნოლოგიით. ჩვენ ამ სურვილის მქონეს ყველას გვათავსებს მაგრიტიში, განსაკუთრებულ რეალობაში, განსაკუთრებულ ილუზიაში, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ჩვენ ნაწილები გვაქვს. მე და ჩემი. თავარი ჩვენი შემადგენელი ნაწილი ეგო. თავარი ყველაზე უახლოესი გარსი არის მე და ჩემი. მე ვარ ეს და ჩემი არის ჩემი სხეული, ჩემი ხელი, ჩემი ფეხი, ჩემი ოჯახი, ჩემი ცოლი, ჩემი შვილი, ჩემი სამშობლო, ჩემი თანამდებობა, ჩემი სამსახური, ჩემი მანქანა, ჩემი ნაწილებია, რაც იმისთვის არსებობს, რომ მე გამახაროს და ჩემს გარშემო იცეკვოს. ყველაფერი ეს, მე ვარ ცენტრი. ყველაფერი ეს არის იმისათვის, რომ ჩემს გარშემო იცეკვოს. ესეთი ჩვენი ილუზორული მდგომარეობა და ისევ და ისევ ვიბადებით ამ ილუზიაში, ვიბადებით ამ ილუზიაში. მაგრამ სანამ ჩვენ არ მოგვივა თავში აზრად უთხრათ ღმერთს, რომ იყავ ნება შენი. ხო? ის მინდა იყო მსახელი შენი გასაგებია, ხარე კრიშნა, კრიშნა. ხარე რამ, არია. მაგრამ ჩვენ უნდა უთხრათ, რომ იყავ ნება შენი. ჩემი კი არა. ჩემი ნებით მე ვიარე ამერი ხარ. იუხდი ეს რაც არის. ეხლა მოდი მე შენი ნებაზე ვივლი. არ მინდა მე ნაწილები და მე შენთან თამაშის საკმარისია ჩემთვის. საკმარისია მეტი. სწორედ ამაზეა ლაპარაკი, რომ ჩვენ ამ საწყის მდგომარეობას უნდა დაუბრუნდეთ. იქ შეიძლება იქ არასოდეს არ ამყოფილ ვართ, იმიტომ რომ იქიდან არ ვარდებიან. მაგრამ იქ არის ჩვენი ადგილი. იქ არის ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა. იქ ყველას გველოდება ჩვენი ადგილი. იქ გველოდება კრიშნა ყველას. ამიტომაც ამბობს კრიშნა, ვინ ჩემთან მოვა, აქედან ის არასოდეს აღარ დაბრუნდება. უბრალოდ განთავისუფლება არ არის საკმარისი, რომ შენ თათასთა შაქრის დონეზე მიხვედი, ამოხვედი ისევ ამ მატერიალური ჭაობიდან, ეს წყლუპისე ჩავედი, ამოხვედი ჩავედი. ეს მოგზაურობენ ეს სულები. ჰარი კრიშნა, ამით კი ნამდვილად დამთავრებთ. კითხვა ყურა. დამატებითი.
ერთი წუთით დაიწყო და დიახტია. კი აქვს მაგდას თქვენ. ანუ გოსვლა ხარაჯი იმასთან დაკავშირებით ესეთი ის პოსტი მე გავაზიარე მე მოკლედ ნახეს და ამ პოსტში მოხამია რომ ბოლოს და ის არის ანუ ჩაიტანია რომ მოვიდა თქვა რომ ყველა ჯივა თავიდან არის სუფთა მატერიალის სუფთა და მოვიდა ჩაიტანია რომ ყველასთვის ეს შემდეგ ლანდა მაგალითად ვიკითხა რომ დიდი ხანია ეს მოძახებდა რომ ეს საკითხი ყველა ჯივათი სუფთა მოდის ნებით და გაუპინძურებით შემდეგ როგორ ხდება გაბინძურება ამ დოგიდორს დაუხერხებაში ხდება ზოგი უმეცრებაში და კონკრეტულად ადმინისტრაციიდან არ მახსოვდა ლოგიკურად ვიჯდი რომ ეს ცებარა ხდება ხო ეს ნელა ალბათ არჩევანია კონკრეტულად გავიგებდა ჯივა თავისი ბუნებით ჯივა რა თქმა უნდა სუფთა იმიტომ რომ ის სულიერია საჩიტანანდა და აქედან გამომდინარეობს რომ ის საერთოდ განსხვავდება ყველანაირი სუფთაობისგან მაგრამ იმ სურვილის გამო რომელიც მას ეუფლება თვითონ იყოს ცენტრში და კონდეს ნაწილები და ნაწილები მას ემსახურონ ამის გამო კმაყოფილდება მისი სურვილი და ჯივა ხდება მატერიალურ სამყაროში ესნაირად აღწერილია რომ ორი ენერგიით მას ესეც კი შეუძლია დამოუკიდებელ გააკეთოს საქმე ხდეს ორი ენერგიით ფარავს მას უზენაეს ღმერთი ერთი ენერგია არის ავარანატმიკა შაქტი რომელიც როგორც გადასაფარებელი ფარავს მის ნამდვილ მდგომარეობას და წასვლას ამ წასვლას ავიწყებს თავის მდგომარეობას აი იმას ავიწყებს და მეორე შაქტი არის აღმახსოვს როგორ არის რომელიც მას ქვევით ეკაჩება და მატერიასთან აერთიანებს ანუ მატერიას აი ნიგოზი ხომ და მიგოზი არის და თხილში რომ მასი ჩოჩხლაში რომ ნიგოზია ისიც ხომ ნიგოზია და ხო არაფრით არ შეცვლილა ნიგზის ბუნება რა არა არის ნიგოზი და არის ფერმამუში ამოვლებული ნიგოზი ხო და ის დიასკლის რომელიც ახლა ფერმამუში აულებს აი ენერგიით აულებს მატერიაში და ესე ჩოჩხლასავით ამოვლებს მატერიაში და ამ დროს როგორც კი მატერიაში ეშვება ჯივა ხდება ამ მატერიის წყობიდან წონასწორობიდან გამო რატხანა აბსოლუტურად უთვისებო გამონაწილო არადიფერენცირებული პლატხანა აღელდება და იწყებს წონასწორობიდან გამოსვლას ამ დროს იწყება დროის მოძრაობა დრო არისო ის ფისტოლი რომელიც აფეთქებს გუნებს მეტალოგენოს სამი კასრი არის ლურჯი, წითელი და თეთრი საღებავი ოქროსფერი საღებავი და როდესაც სამი კასრი თეთრდება ეს არამატერიალური ეს ენერგია არ არის ეს არის მატერიის თვისებები აგრეგატული მდგომარეობა და უკეთეთ წყალი შეიძლება იყოს სამ აგრეგატულ მდგომარეობაში ყინული თხევადი და აი ხო? იქაც წყალია, იქაც წყალია. ხუთი მატერიალური ელემენტი შეიძლება იყოს სხვა აგრეგატულ მდგომარეობაში, იმაზე მიხედვით როგორ არის გუნებზე შეზავებული. თუმცა ეს მიწა-მიწაც რჩება, მაგრამ უამრავი რაოდენობა გუნების სხვა პროპორციებით შეიძლება იყოს ეს ხუთი ერთად კი მთელი სამყაროს მრავალფეროვნებას წარმოქმნის. და პირველი რაც ამ წონასწორობის დაკარგვიდან და მრავალფეროვნებას წარმოქმნება არის ეგო, მერე მანასი და მერე ისა მას ბუთხი. ამიტომ შესაბამისად ამ პირიქით აღმახსოვს. შესაბამისად ეს არის შესაქმნის სამყაროს პირველადი შექმნის პროცესი, როდესაც სული ჯივა
ვიწყებს თავის ნამდვილ მდგომარეობას და აღმოჩნდება მატერიასთან შეჯვარებული. და ამ მომენტიდან რომელიც როგორ პირველად სატვარ გულის შეხებით მატერიასთან სატვარ გულის შეხებით წარმოიქმნება ჭკუა მანას არაჯაგულის შეხებით წარმოიქმნება ბუთხი ტამაგულის შეხებით წარმოიქმნება აჰანგარა ამის მერე მიდის გაუხეშება ამის მერე იმატებს ტამაგუნა რაც მეტია ტამაგუნა მერე წარმოიქმნება ინდრიები ტამაგრები ესეთ რაღაცა და მერე უკვე ტამაგუნის უკვე ძალიან უხეში ფორმები წარმოიქმნება უკვე ელემენტები უკვე ხილული შესაძლებელი ელემენტები რომელსაც აქვს თვისებები სუნი ფერი და ასე შემდეგ ხუთი თვისები ხუთი ელემენტი აი ესეთნაირად მიდის ამ გუნების გაუხეშებით ხდება აი ამ პრათხანიდან უხეში წარმოშობა და მერე სხეული უკვე ჯივა უკვე მისთვის კონსტრუირდება სკაფანდრი ერთავიდან ის ძალიან ლატიფშია ჭუაგონება და ეგოშია და მის ხეთ როგორ უკვე ხდება მისი გაუხეშება კონსტრუირდება სკაფანდრი უკვე უხეში ელემენტებისგან ეს ყველაფერი სულ თავიდან ამას ვერავინ ვერ იტყვის ეს როდესაც იმიტომ რომ ეს დრო არ იმ მომენტში დრო კიდევ არ დაძულული და აქედან იწყება მე ყველაფერი ეს უბედურობა და უბედურება თორე რა თქმა უნდა გუნების ზემოქმედება ჯივაზე და მატერიას ჯივაზე ეს ხოდ ამ მატერიალურ სამყაროს რეალობაა თუმცა მეცაც გეტყვით ზესული თვითონ უზენაესი ღმერთი იმდანაც კეთილია რომ ერთი წუთითაც არ ტოვებს ამ თავის შემოქმედებას შედის ამ მატერიალურ სამყაროში ხო ყველა ელემენტში შედის ყველა ატომში შედის არაფერს უყურებლობთ არ ტოვებს უპატრონოდ არ ტოვებს აი როგორც ის იზახოდა არისტოტელე რო აი პარაცხელიდან დააბა არისტოტელე არ იზახოდა პარაცხელია ანუ ბურთს დააბა ფეხი და წავიდეს ბურთი საკაცსა და წავიდა და ამიტომ მეტი არ დაგდა ბურთი იქ წავიდა ხო არა ის შედის თავის შემოქმედებაში მეტიც არც ერთ ცოცხალ არსებას არ ტოვებს მარტო და აი ამ კონსტრუირებულ სკაფანდრში მასთან ერთად შედის ზესული სახით ყველა ცოცხალ არსებასთან ერთად იმ სკაფანდრში შედის მუდამ და აძლევს უკვე შანსს ინტუიციას და ყველაფერს გადაიმისა რომ ყველაფერს ხედავს და ყველაფერს გზნობს ეს ერთია და მოწმია ყველაფერს მაგრამ უკვე შანსს აძლევს ამიტომ რომ ვიმედოთ არ არიან იგივე სიზმარში ვიმედოთ არ ვარ სიზმარში ესე არ მომეტები ვარ ჩვენ მეც ვიმედოთ ახლა ჩხავი ვარ რომ მინდა და ირდება ესე არ მოხდა ჩვენთან ერთად მოვიდა ჩვენთან ერთად არის აქ და ყოველთვის გვაძლევს იმის შანსს რომ ჩვენი საქმე ჩვენი მიღწევა არ არის ჩვენ გაცანოს კითხულობთ ეს არ არის ჩვენ ამას ყველა წაიკითხავს საბოლოო ჯამში არა ნამდვილად ესენ ყველა ეს დაუსრულებელი პროცესია ამას დასრულებას ეს არ აქვს იქ ყოველს ადგილია და როცა იქ მოხვდებით იქ საბოლოოდ გაქარწყდება ჩვენი ილუზია ერთი მაგრამ ჩვენი საზღარის თვისება რასაც ჩვენი ქვია აი სანა ტატასტრა შარტის აი ტრიალებ ტატასტრა შარტის ყოველთვის ცენტრიდან მოვიდნენ და ყოველთვის ვეხვეწებით ამ ღმერთს რომ ისნა აი ვარშავა სამშაბათს ოჩვას ქუჩას პარასკევს შენზე უკვე ვიგერებ ვიშენთან მიცეკვებ შეთავ ვითამაშებ და უდი შაბათს კვირას და მე ჩემთვის მათამაშე რა თავიდან ეს ძალიან ესეთი გონია ყველაფერი რა კი ბატონო წადი თამაშე რა ნასაკმოში ავჭალას რა უჩის ავჭალას პორტალია ასე რომ ეს გუნები არიან ის აგრეგატული საბოლოო ჯამში მასალა ამ მატერიალურ სამყაროს ასაგები მასალა არის ძალიან ცოტა ხო 24 ელემენტი რა სულ რა ეს 24 ელემენტი მეტი აფერი არ არის ამ 24 ელემენტისაგან აი გუნების ანუ სხვადასხვა აგრეგატული იმდენად დიდი მდგომარეობის რაოდენობა
იმდენად მრავალფეროვნებას იწვევს, რომ ჩვენ გონია, რომ ეს არ იმას. დიახ, ისა შეკითხვა იყო. The last of the challenge, and in the end we will get our exam gift, and the result will go next. ანუ გამოდის რომ ეს მატერიალური სამყარო უბრალოდ გამოწვევა არის ჩვენთვის და თითქოს რაღაც საგამოცდო პროცესის მონაწილე ვარ, ხო? დიახ, ესეც არის. ისინი დიახ, ეს არის როგორც ჩვენი სულელური სურვილის დაკმაყოფილება, to create material world means to fulfill our silly desires. და ასევე იმის საშუალებას, რომ ჩვენი სურვილი სისულელეში დავწუნდეთ. And the ability to see that our material wish was really something silly. Any more questions? Do you have any questions? კარგი, დიდი მადლობა. სხვა შორის არის და ეს საოცარი კლიპები. გაჩვენებთ მე იმაში ჩემს ტელეფონში. ეს არის თეატრალური სანახაობა. ესაც სხეულებით, მსახიობები, სხვა მოხატული სხეულები და რაღაც არსებებსა და სურათებს ქმნიან. და ეს ძალიან ახლოს არის კრიშნაურ ამბობს, რომ მე გავშვალო მათემატიკურ სამყაროს. მე ვარ ეს ყველაფერი. მე ვარ ის საყრდენი, რადგანაც მე მეყრდნობა ყველაფერი. აი როგორც მძივი აყრდნობა, როგორც ძაფსე არის მძივი ვაკინძული, ეს მძივი მე ვარ, მაგრამ შენ ის არის, რომ ის რაც აკინძულია, ის თვითონ არის. ისეც მისი ენერგია, ამ სხვა არცაფერი არ არის რა კრიშნას გარდა. და უცებ ცხოვრება რომ უცებ დაინგრევა რაღაცა ხდება და დიდი სტრესის დროს უცებ ისე როგორც იქ ხედავ ვეფხვია და უცებ გაინძრევა ის ვეფხვი და სამი ადამიანი ადგება, თუმცა სამი ადამიანზე შედგება ეს ვეფხვი რა. და ისე დაინახავ რომ აი ეს ჭიქ არ არის, არაფერი ჭიქ არ არსებობს რა. არათა ჭიქ არ არის, ეს რაღაც დროებითი. არა, ეს იქნება ეს წამში ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ ეს იქნება, ეს უნდა იყოს. ჩათო დარყანა მარჯანა მამას ნიშნავს. ანუ ეს საკრებები ამას როგორც ვასაკრებიან იოგაში რაღაცები იწვევს ამ სამართლის, ისე ეს შესაძლებელი იწვევს. ჩათო დარყანა მარჯანა როგორც წყნარდება და საკისთვის შესაძლებლობს. ამ საკეში სულიერ რეალობის არეკლა ხდება. ჩვენ ვხედავთ ჩვენ საკუთარ თავს ამ საკეში. საკეს არ აქვს ისება რომ სულიერ რეალობად იქცეს. ამ საკეში რომ ჩაიხედავთ მეორე შეხო არა ხარ. შენ ანარეკლება და ირეკლავს. მატერია ისე დონეზე მიდის, რომ ირეკლავს სულიერ რეალობას. და ხედავ შენ საკუთარ თავს და ამ დროს ხდება ეს ყველაფერი, რომ აი როგორც ნაპრალი ჩდება და ინგრევა, მთელი სამყარო ინგრევა. და ვისთვისაც დაინგრეს სამყარო, ისმისთვის აღარ არსებობს. მაგრამ ის რომ მიაღწევთ გოგოს ის სამყარო ისე გრძელდება და ისევ არსებობს. წარმოგიდგენია რა ხელოს ის არის. ერთისათვის ეს შეიძლება აღარ არსებობდეს. იმ დროს უნდა სხვა ყოველთვის არსებობს. ანუ სულიერი გახდეს ყველაფერი. არა. სულიერებაზე არა ლაპარაკი, მატერია ყოველთვის მატერია იქნება. აი ყველაფერში კრიშნა დაინახავ ყველაფერში კრიშნას. ხო. ყველაფერში კრიშნას დაინახავ, ეს ერთია. ეს მანამდე ეტაპია, მაგრამ უცებ ხდება ესეთი რაღაცა, რომ გამოვა კრიშნა და გაქრება მიკროფონი აღარ არის მიკროფონი. ეს არის რაღაცა დროებითი კომბინაცია. და არაფერი მუდმივი ამ სამყაროში არ არის. აი კრიშნას ნათამაშებია ყველაფერი რა. და всё ეს ივიწყებს ადამიანი ამბობს როგორც წერია. კარგით, ჰარი კრიშნა, ეხლა კი დროა სოლომონოვმა პრასადზე გადაიწერა. Srimad Bhagavad Gita ki jai, Srila Prabhupada ki jai, Sri Sri Nidai Gautam Chandra ki jai, Deva Prabhu ki Jai.